ვაკის რაიონში უჩანაიშვილის ქუჩის ნომერი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა. ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივებს და ტრანსპორტის გადაადგილებას. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ კი ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებით შეასრულა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. მოხდა პროექტის განხორციელება დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის ხვიმინჯოვანი კედელი იმისთვის რომ აღნიშნული გზა დაიჭიროს. დღეს უკვე პროექტი მთლიანად დამთავრებულია, სამუშაოები შესრულებულია. აღნიშნული გზის მონაკვეთი სრულად უსაფრთხო არის და უკვე ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. გარკვეული პრობლემები იყო, როდესაც სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის განხორციელების დროს, თუმცა დღეს უკვე დასრულებულია ყველაფერი. იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ან ფერდი იშლებოდა და თანდათან ეს გზას დავიწროვდა და ორი მანქანა უკვე ერთმანეთს ვეღარ უვლიდა გზას. გარდა ამისა, გზის რა თქმა უნდა, გზის შემდეგ მიმდებარე მაცხოვრებელ მოსახლეობასაც ექნებოდა საფრთხე. ამის გულისთვის მოეწყო საყრდენი კედელი, სიგრძე აქვს დაახლოებით 100 მეტრი ამ კედელს. ბიუჯეტიდან $1 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაზე.